2023 წელს ივნისის თბილ დილას პალომა ესტრადა ვერ დაბრუნდა სახლში. ის 25 წლის იყო დასაქმებული ერთ-ერთ სასტუმროში კანკუნის ჰოტელურ ზონაში, სადაც ოთახების დალაგებაზე მუშაობდა. პალომა ცხოვრობდა პლაია დელ კარმენის მახლობლად, პუერტო მორელოსის მცირე სოფელში, სადაც მისი დედა როსარიო და უმცროსი ძმა ემილიო ცხოვრობდნენ. როსარიო იყო 45 წლის, ქვრივი 6 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მისი მეუღლე, პალომასა და ემილიოს მამა, გარდაიცვალა გულის შეტევით მუშაობისას მშენებლობაზე. მათი სახლი იყო მარტივი, ცემენტის კედლებით, სახურავი თუნუქისა, იატაკი პოლირებული ბეტონის, მაგრამ იქ იყო სითბო, რომელიც მხოლოდ ოჯახში იგრძნობა. სახლში იყო 3 პატარა ოთახი, პატარა სამზარეულო, სადაც როსარიო აკეთებდა ტორტილას ყოველ დილას, და მცირე ეზო, სადაც იზრდებოდა ლიმონის ხე და რამდენიმე ბუჩქი ჰიბისკუსის. პალომა ყოველ დილას 6 საათისთვის ტოვებდა სახლს, სამუშაოზე სამარშრუტოზე წასვლისთვის და საღამოს 8 საათისთვის ბრუნდებოდა, დაღლილი, მაგრამ ყოველთვის ღიმილით, ყოველთვის ამბობდა რაღაც პატარას ემილიოს, რომელიც ელოდებოდა მას ეზოში. იმ დილას პალომა გავიდა ჩვეულებრივ დროს. როსარიო ახსოვს, რომ ქალიშვილმა აიღო თავისი ლანჩის ყუთი, რომელშიც იყო ფასულის ტაკო, ერთი ნარინჯი და პატარა პლასტიკური ბოთლი წყლით. ემილიო 9 წლისა ჯერ კიდევ იძინა თავის ოთახში, ხელი გაშვებული ლოგინიდან, როგორც ყოველთვის იძინებდა. პალომა თავის დედას უთხრა, რომ შესაძლოა გვიან დაბრუნდეს, რადგან სასტუმროში დიდი ჯგუფი ჩამოვიდა ამერიკიდან და მეტი საქმე იქნებოდა, შესაძლოა დამატებითი საათებიც უნდა გაეკეთებინა. როსარიო კი კისრით გადახვია და უთხრა, რომ ფრთხილად იყოს გზაზე, რომ არ დაივიწყოს დაერეკა თუ რაიმე შეიცვლებოდა. პალომამ დათანხმდა, გაიღიმა, აკოცა დედას შუბლზე და გავიდა. კარმა მოისმა, როგორ იხურებოდა მის უკან და როსარიო ისევ დაბრუნდა სამზარეულოში, სადაც ამზადებდა ნამცხვარს, რომელიც უნდა მიეტანა იმ მცირე რესტორანში, სადაც მუშაობდა. არაფერი აუჩვენებდა, რომ ეს დილა განსხვავდებოდა სხვებისგან. ჰაერი იყო თბილი და ტენიანი, როგორც ყოველთვის ივნისში, ღრუბლები დაბალი და მკრთალი, ზღვის სუნი შერეული ტროპიკული მცენარეების სურნელებთან. პალომა არ გამოჩნდა იმ საღამოს. როსარიო ელოდებოდა 8 საათამდე, მერე 9 საათამდე, მერე 10-მდე. თითოეული წუთი გრძნობოდა უფრო რთულად. მან დაურეკა ქალიშვილის ტელეფონს, მაგრამ ხაზი გათიშული იყო, თითქოს ბატარეა ამოწურული იყო, ან თითქოს ტელეფონი გამორთული იყო. მან დაურეკა სასტუმროს, სადაც პალომა მუშაობდა და მენეჯერმა, ახალგაზრდა ქალმა ტიხუანადან, რომელიც საუბრობდა სწრაფად და ფორმალურად, უთხრა, რომ პალომა გავიდა 7 საათზე, როგორც ყოველთვის. მან ჩააბარა თავისი იდენტიფიკაციის ბარათი უსაფრთხოების თანამშრომელს გასასვლელში, გავიდა სერვისის შესასვლელით, რომელიც მიდიოდა პარკირების ადგილისკენ, და იქიდან თეორიულად უნდა წასულიყო სამარშრუტოს გაჩერებისკენ. მენეჯერმა თქვა, რომ არავინ ნახავდა რაიმე უჩვეულოს, რომ პალომა იყო ნორმალური, ღიმილიანი, დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი, როგორც ყოველდღე. არავინ იცოდა რა მოხდა გზაზე. როსარიო დაელოდა შუაღამემდე, ფანჯრიდან უყურებდა ქუჩას, რომელიც იყო ცარიელი და მშვიდი, მხოლოდ რამდენიმე ძაღლი გადიოდა ძებნაში საჭმლის. შემდეგ გავიდა ქუჩაში, მეზობლებს კითხა, გაიარა 3 კვარტალი სამარშრუტოს გაჩერებამდე, მაგრამ არაფერი. ცა იყო სავსე ვარსკვლავებით, ჰაერი თბილი და ტენიანი, ზღვის სუნით გაჯერებული და შორს ისმოდა მუსიკა რომელიღაც ბარიდან, მაგრამ პალომა არ იყო. მეორე დღეს დილით როსარიო წავიდა პოლიციაში. ოფიცერი, ახალგაზრდა კაცი დაახლოებით 30 წლისას, სახელად ლუის, მოусმინა მშვიდად და ჩაწერა ინფორმაცია მოძველებულ ნოუთბუქში, რომელსაც ჰქონდა ყვითელი გვერდები და რომლის ყდა იყო დახეული. მან უთხრა, რომ ქალიშვილები ხშირად გაქრებიან რამდენიმე დღით, რომ შესაძლოა პალომამ გადაწყვიტა მიეხეტა ბიჭთან, რომელზეც მშობლებმა არ იცოდნენ, რომ ალბათ დაბრუნდება. ის საუბრობდა რუტინულად, თითქოს ეს იყო რაღაც, რასაც ისმენდა ყოველდღე, რაღაც, რაზეც უკვე ჰქონდა მზა პასუხი. როსარიო უთხრა, რომ პალომას არ ჰყავდა ბიჭი, რომ ის საღამოობით სახლში იყო, რომ არასოდეს ქრებოდა, რომ ის იყო პასუხისმგებელი გოგონა, რომელიც ხელფასის მთელ თანხას მიჰქონდა სახლში დედისთვის და ძმისთვის. ოფიცერმა ლუისმა დაუნიშნა თავის გამოხატვა რბილი, მაგრამ გაცივებული, რომ უნდა ელოდა 48 საათს, სანამ ოფიციალურად დაიწყებოდა ძებნა. 48 საათი. როსარიოს გრძნობა ჰქონდა, რომ ეს ძალიან ბევრი იყო, რომ ყოველი საათი, რომელიც გადიოდა, აშორებდა ქალიშვილს უფრო მეტად, რომ ყოველი წუთი იყო კიდევ ერთი წუთი, რომელშიც რაღაც შეიძლებოდა მოხდეს. მან დაუბრუნდა სოფელს და დაიწყო საკუთარი ძებნა. მან დაარეკა პალომას ყველა ნაცნობს, რომელსაც იცნობდა, იმ გოგონებს, რომლებთან ერთად ირბინა ბავშვობაში სანაპიროზე, იმ ბიჭებს, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ და რომლებიც ყოველთვის იციან ყველაფერი, რაც ხდება სოფელში, იმ ქალებს, რომლებიც სასტუმროებში მუშაობდნენ და რომლებიც ზოგჯერ მიდიოდნენ ერთად სახლისკენ იმავე სამარშრუტოთი.
არავის ახსოვდა პალომას ნახვა იმ საღამოს 7 საათის შემდეგ. ერთმა ქალმა, სახელად გლორია, რომელიც იმავე სასტუმროში მუშაობდა და რომელიც იყო პალომას ნახევრად მეგობარი, უთხრა, რომ პალომა გავიდა სასტუმროდან ჩვეულებრივად, დაბლა მიდიოდა ბეტონის კიბეებზე, რომლებიც მიდიოდა სერვისის შესასვლელიდან ქუჩამდე, სადაც იყო პარკირების ადგილი პერსონალისთვის. გლორიამ ნახა, როგორ პალომა აიღო თავისი ზურგჩანთა, ერთი მარტივი სპორტული ზურგჩანთა ლურჯი ფერის და წავიდა მარჯვნივ იმ მიმართულებაში, სადაც იყო გაჩერება სამარშრუტოს. გლორია კვლავ რჩებოდა შენობაში, რადგან მისი ცვლა მთავრდებოდა 1 საათით მოგვიანებით. მან ნახა, როგორ პალომა გაუჩინარდა იმ კუთხეში, სადაც პარკირება იხურებოდა და მეტი არაფერი. დღეები გადიოდა. როსარიო ღამით ვერ იძინებდა. ის წამოდგებოდა საღამოს 3 საათზე და დებდა ყავას, იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და ელოდებოდა, რომ პალომა შემოვიდოდა კარიდან, ისევე როგორც ყოველდღე, შემოვიდოდა ღიმილით, დაიქნევდა თავზე მტვერს, განაცხადებდა, რომ დღე რთული იყო, მაგრამ რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ კარი რჩებოდა დახურული. ემილიო ძალიან ცოტა საუბრობდა. ის იჯდა ეზოში და აწყობდა პატარა კოშკებს ქვებისგან, ხელს აცლის რაღაცა ხმაურის წინააღმდეგ, რომელიც არ არსებობდა, ან თამაშობდა პატარა მანქანებით, რომლებიც ჰქონდა, მაგრამ ახლა თამაში იყო მშვიდი, უხმაურო. თითქოს ბიჭმა დაკარგა ინტერესი თამაშების მიმართ. როსარიო ცდილობდა საუბარი მასთან, ცდილობდა ყოფილიყო ნორმალური, მაგრამ თითოეული სიტყვა გრძნობოდა როგორც ტვირთი. 2 კვირის შემდეგ პოლიციამ დაიწყო ოფიციალური ძებნა. გადაჰკითხეს სასტუმროს თანამშრომლებს, გადახედეს უსაფრთხოების კამერებს, ისაუბრეს სამარშრუტოს მძღოლებთან. კამერებმა დაადასტურეს, რომ პალომა გავიდა სასტუმროს შენობიდან 7 საათზე, გავიდა პარკირებაზე და შემდეგ გაუჩინარდა კამერების ხედვიდან. არ იყო სხვა კამერები იმ მარშრუტზე, რომელსაც პალომა იყენებდა სამარშრუტოს გაჩერებამდე მისაყვანად. ერთ-ერთი მძღოლი კაცი დაახლოებით 50 წლის, რომელსაც ჰქონდა ნაცრისფერი ულვაში და რომელიც მუშაობდა ამ მარშრუტზე 10 წლის განმავლობაში, ახსოვდა, რომ პალომა ავიდა მის სამარშრუტოზე 7 საათზე 20 წუთით, როგორც ყოველდღე, და ჩამოვიდა პუერტო მორელოსის შესასვლელთან, იმავე გაჩერებაზე, სადაც ყოველდღე ჩამოდიოდა. მძღოლმა ახსოვდა, რადგან პალომა ყოველთვის უხდიდა ზუსტ თანხას, ყოველთვის ეუბნებოდა კარგ საღამოს, ყოველთვის იყო თავაზიანი. შემდეგ მან უნდა გაევლო კიდევ 1 კილომეტრი ფეხით სოფლამდე. ეს იყო უსაფრთხო მარშრუტი, რომელსაც პალომა იცნობდა უკეთ ვიდრე საკუთარი ხელის უკანა მხარე. გზა გადიოდა ერთ-ერთი დიდი გზის გასწვრივ, სადაც მანქანები მუდმივად გადიოდნენ, სადაც იყო რამდენიმე მცირე მაღაზია, რამდენიმე სახლი, სადაც ადამიანები იცნობდნენ ერთმანეთს და სადაც ყოველთვის იყო ვინმე გარეთ, ეზოებში ან კარებთან საუბრობდნენ, უყურებდნენ ქუჩას. არავინ დაინახა, რა მოხდა. პოლიციამ დაკითხა გზის გასწვრივ მოსახლე ოჯახები, ერთი-ერთი. 2 ადამიანი ახსოვდათ გოგონა, რომელიც გავიდა იმ საღამოს, გოგონა ლურჯ ზურგჩანთით და თეთრ მაისურში, მაგრამ არავის არ ახსოვდა რაიმე უჩვეულო. არ იყო ხმაური, არ იყო ყვირილი, არ იყო მანქანა, რომელიც გაჩერდებოდა უცებ, არ იყო ადამიანები, რომლებიც გამოიყურებოდნენ უცხო ან საიჩვო. არაფერი. პალომა უბრალოდ გაქრა იმ კილომეტრის განმავლობაში, თითქოს ჰაერში გაქარწყლდა, თითქოს დედამიწამ გადაყლაპა იგი. ოფიცერმა ლუისმა, რომელიც აწარმოებდა გამოძიებას, უთხრა როსარიოს, რომ ეს იყო უჩვეულო, რომ ჩვეულებრივად არსებობდა ვიღაც, ვინც რაღაც ხედავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში თითქოს პალომა უბრალოდ გაქრა ყოველგვარი კვალის გარეშე. პირველი თვის განმავლობაში როსარიო გავიდა ყოველდღე. ის დადიოდა გზებზე, შეამოწმებდა თითოეულ ადგილს, სადაც პალომა შეიძლებოდა ყოფილიყო, აცხადებდა ფულების გარეშე განცხადებებს ელექტროსვეტებზე, თხოვა ადგილობრივ რადიოს, რომ გაევრცელებინა ინფორმაცია დილის პროგრამაში. ფოტო პალომასი გამრავლდა ქალაქის კედლებზე, ელექტროსვეტებზე, მაღაზიების შესასვლელებში, გოგონა თეთრ მაისურში, ბუნებრივი ღიმილით, თმები შეკრული უკან პონტში, თვალები ბუნებრივად მომღიმარი. ქვემოთ იყო ნომერი ტელეფონის, რომელზეც უნდა დაერეკათ თუ ვინმე რამეს იცოდა. ადამიანები ეუბნებოდნენ როსარიოს, რომ ილოცავდნენ, რომ იმედი არ დაიკარგა, რომ ღმერთს ჰქონდა თავისი გეგმები, რომ ყველაფერი გამოვიდოდა კარგად. მაგრამ როსარიოს არ სჭირდებოდა ლოცვა, მას სჭირდებოდა პასუხები, მას სჭირდებოდა იცოდა სად იყო მისი ქალიშვილი. 2 თვის შემდეგ პოლიციამ გააფართოვა ძებნა ახლომდებარე ტერიტორიებზე. შეამოწმეს მანგროს ტყეები, რომლებიც იყო ახლოს პუერტო მორელოსთან და რომლებშიც იყო ჭაობიანი წყალი და სქელი მცენარეობა, შეამოწმეს მიტოვებული სახლები, რომლებიც იყო გაბნეული იმ ზონაში. ძველი სახლები, რომლებიც დარჩა ცარიელი, როდესაც ოჯახები გადავიდნენ სხვა ადგილებში, ისაუბრეს ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ უფრო დაშორებით, იზოლირებულ ზონებში, სადაც ხალხი ცოტა იყო და სადაც რეალობა იყო უფრო მშვიდი და უფრო დაშორებული ქალაქის ხმაურისგან.
ყველამ იცოდა პალომას შესახებ, ყველა ნახა ფოტო, რომელიც ჰქონდა გავრცელებული ყველგან, მაგრამ არავის ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია. იყო ბუნდოვანი ამბები, ხმები, რომ შესაძლოა გოგონამ გადაწყვიტა წასვლა კანკუნში და მუშაობა სხვა ადგილას, უკეთეს სასტუმროში, სადაც ანაზღაურება იყო უფრო მაღალი, რომ შესაძლოა მას შეხვდა ვინმე, ვინც შესთავაზა უკეთესი შესაძლებლობა, რომ შესაძლოა ის წავიდა ფრინველივით, გადაწყვიტა დატოვა ყველაფერი და დაიწყო ახალი ცხოვრება. მაგრამ ყველაფერი ეს იყო მხოლოდ ვარაუდი, მხოლოდ სიტყვები, რომლებიც ამბობდა ადამიანები იმისთვის, რომ ეთქვათ რაღაც. ფაქტები არ არსებობდა. არაფერი მყარი არ არსებობდა, რაზეც შეიძლებოდა დაყრდნობა. 3 თვის შემდეგ ძებნა შენელდა. პოლიციას ჰქონდა სხვა საქმეები, სხვა გაუჩინარებები, რომლებიც ხდებოდა იმ რეგიონში უფრო ხშირად, ვიდრე ადამიანები აღიარებდნენ, სხვა პრობლემები, რომლებიც მოითხოვდა ყურადღებას. ოფიცერი ლუისი, რომელიც პირველად მიიღო განაცხადი, უთხრა როსარიოს, რომ საქმე რჩებოდა ღია, მაგრამ რომ ახალი ნიშნები არ გამოჩნდა, რომ უნდა გააგრძელოს იმედი და მოთმინება, რომ ზოგჯერ ადამიანები ბრუნდებიან თავისთავად, რომ ზოგჯერ ცხოვრება იძლევა პასუხებს, როდესაც ნაკლებადელი. როსარიო გავიდა იმ ოფისიდან, რომელიც იყო პატარა ოთახის სავსე საბუთებით და რომელშიც იყო სუნიძველი ქაღალდის და ყავის, და იგრძნო, თითქოს უკვე დაკარგა ბრძოლა, თითქოს სისტემა, რომელმაც უნდა დაეხმარა, უკვე დაუტოვა. 8 თვის შემდეგ როსარიო დაბრუნდა სამუშაოზე. ის მუშაობდა მცირე რესტორანში, სახელად ლა პალაპა, სადაც ამზადებდა ტორტილას დილიდან საღამომდე, ხელები ცომში ჩაფლული, სახე ოფლით დაფარული, ხმაური სამზარეულოს გარშემო მუდმივი. ფული სჭირდებოდა ემილიოსთვის, რომელიც მაშინ უკვე 10 წლის იყო და რომელსაც სჭირდებოდა სკოლის ფორმა, წიგნები, რვეულები, საკვები, მინიმალური სტაბილურობა, რაც ერთი ბავშვი იმსახურებდა. მაგრამ ყოველი ღამე, როცა ბრუნდებოდა სახლში დაღლილი და დამსხრეული, როსარიო გრძნობდა უზარმაზარ სიცარიელეს, რომელიც იყო ფიზიკური, რომელიც იყო ხილული. სახლში ყოველთვის იყო ერთი ცარიელი სკამი სამზარეულოს მაგიდასთან, ერთი ცარიელი საწოლი პატარა ოთახში, რომელიც პალომას ეკუთვნოდა და რომელსაც როსარიო არ შეეხო, სადაც ყველაფერი იყო ისე, როგორც პალომამ დატოვა, ტანსაცმელი კარადაში, წიგნები თაროზე, ერთი პატარა სარკე კედელზე, ფოტოები, რომლებიც პალომამ აიკრა ერთი ღამის გასართობად სტრიპებში ბარში, რომელშიც იყო თავისი მეგობრებით. 1 წელი გავიდა. მერე 2. ხალხი თანდათან შეწყვიტა კითხვა. მეზობლები უკვე აღარ ახსენებდნენ პალომას, მიტოვებული თავიანთი ვალდებულებით ტაქტიანობის მიმართ, ამჩნევდნენ, რომ როსარიოს რთული იყო საუბარი ამ თემაზე, ამჩნევდნენ, რომ ყოველი კითხვა იყო როგორც დანა, რომელიც შეედა მის გულში. პოლიციის საქმე რჩებოდა ღია, მაგრამ არავინ მუშაობდა მასზე აქტიურად, არავინ არ ეძებდა ახალ მტკიცებულებებს, არავინ არ აგრძელებდა გამოკითხვას. როსარიომ გააგრძელა სახლის დატოვება ყოველი შაბათის დილით, გაიარა იგივე 1 კილომეტრი, სადაც პალომა ბოლოჯერ ნახეს, და ცდილობდა გაეგო რა მოხდა, ცდილობდა იპოვა რაიმე, ნებისმიერი მცირე დეტალი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო დაკარგული, მაგრამ არასოდეს პოულობდა არაფერს. ემილიო გაიზარდა. ის გახდა მშვიდი, შეკრული ბიჭი, რომელიც ცოტა საუბრობდა და რომელიც ახლა 11 წლისა იყო. სკოლაში მას ჰქონდა რამდენიმე მეგობარი, მაგრამ არასოდეს მოჰყავდა მათ სახლში, არასოდეს საუბრობდა მათთან რა ხდებოდა მის სახლში, არასოდეს ახსენებდა დას, რომელიც გაქრა. როსარიო გრძნობდა, რომ ძმა ასევე ელოდა, ასევე იმედოვნებდა, მაგრამ არასოდეს საუბრობდა ამაზე, ხმამაღლა, ინახავდა ყველაფერს შიგნით, დახურულს, დაცულს. 2 წელი და 8 თვის შემდეგ 2026 წლის თებერვლის ცივდილას როსარიოს დაურეკა ნაცნობი ქალი, სახელად მარია, რომელიც მუშაობდა სასტუმროში პლაია დელ კარმენში, სხვა სასტუმროში, არა იმავეში, სადაც პალომა მუშაობდა. მარიამ, ქალმა, რომელიც იყო დაახლოებით 40 წლის და რომელიც იცნობდა როსარიოს, იმიტომ რომ ისინი ერთად ხვდებოდნენ ზოგჯერ ბაზარში, უთხრა, რომ იპოვა ვინმე, ვინც შეიძლებოდა იყოს პალომა. მარიამ ნახა გოგონა მცირე მოსახლე ზონაში, პლაია დელ კარმენიდან 3 კილომეტრით ჩრდილოეთით, ზონაში, სადაც ცხოვრობდნენ ადგილობრივი ოჯახები და სადაც არ იყო ტურისტები. გოგონა ისხდა პატარა პარკის სკამზე, ერთ პატარა პარკში, რომელშიც იყო რამდენიმე ხე და ერთი ტრამპალი ბავშვებისთვის, მარტო უყურებდა ხეებს, არც მოძრაობდა, არც იკრძალებოდა. მარიამ შეამჩნია იგი, რადგან გოგონა იყო უკიდურესად გამხდარი, ფერმკრთალი, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში არ იჭამა კარგად, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მზეზე. მან გადასცა რამდენიმე მეტრით და შეხედა უკან, ცდილობდა დაენახა უკეთესად. გოგონას ჰქონდა გრძელი თმა, უკან შეკრული, ზუსტად იგივე სტილით, როგორც პალომას ჰქონდა იმ ფოტოებში, რომლებიც ყველამ ნახა. მარიამ დაბრუნდა და ცდილობდა ისაუბრებინა, მიუახლოვდა და უთხრა გამარჯობა, კითხა სახელი, მაგრამ გოგონამ არ უპასუხა. მხოლოდ უყურებდა როგორც ვინმე, ვინც არ იცნობდა ენას ან არ იცოდა როგორ ისაუბროს, როგორც ვინმე, ვინც იყო ძალიან შორს რეალობისგან.
როსარიო გავიდა დაუყოვნებლივ. მან აიღო ემილიო, რომელიც იყო სახლში, აკეთებდა საშინაო დავალებებს მათემატიკაში და წავიდნენ პლაია დელ კარმენისკენ სამარშრუტოთი. 40 წუთი გზაზე გავიდა სრულ სიჩუმეში. როსარიო გრძნობდა, რომ გული აუძგერდა ძლიერად, თითქოს რაღაც ღრმა შიგნით ამბობდა, რომ ეს შესაძლოა იყოს ჭეშმარიტი ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა იყოს ის, რაც ელოდა 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში. ემილიო იჯდა გვერდით, უყურებდა ფანჯარას, არ საუბრობდა, მაგრამ როსარიო გრძნობდა, რომ ბიჭსაც ჰქონდა იგივე შიში, იგივე იმედი, იგივე უნდობლობა. როდესაც ჩამოვიდნენ პარკში, როსარიომ ნახა გოგონა. ის ხდა იმავე სკამზე, სადაც მარიამ ნახა, თავი მუხლებზე დახრილი, თმა იფარებდა სახეს, სხეული თითქოს იყო მოკეცილი საკუთარ თავში. როსარიო შეეახლა ნელა, გული აღუებული, ფეხები მძიმე, თითოეული ნაბიჯი გრძნობოდა როგორც 10 ნაბიჯი. მან თქვა სახელი რბილად, შეკრული, თითქოს ეშინოდა, რომ გოგონა გაფრინდებოდა თუ ხმა იქნებოდა ძალიან ხმამაღალი. პალომა. გოგონამ აიცია თავი, ნელა, თითქოს მოძრაობა იყო რთული, თითქოს სხეული იყო ძალიან მძიმე. დიახ, ეს იყო პალომა. მაგრამ ის არ იყო იგივე პალომა, რომელიც გაქრა 2 წლისა და 8 თვის წინ. ის იყო უკიდურესად გამხდარი, კანი თითქოს გამჭვირვალე, თეთრი როგორც ქაღალდი, ძვლები ჩანდა ხელებზე და მხრებზე, სახე იყო ამოზნექილი, თვალები დიდი და ჩაღრმავებული ორბიტებში. მან ეცვა იგივე ტანსაცმელი, რომელიც ჰქონდა იმ დღეს, როცა გაქრა, თეთრი მაისური, რომელიც ახლა იყო ნაცრისფერი და გახეული, შავი შარვალი, რომელიც იყო დიდი ახლა მის გამხდარ სხეულზე. მისი თვალები იყო დიდი, მაგრამ ცარიელი, თითქოს რაღაც შიგნიდან წაღებული იქნებოდა, თითქოს ის ნაწილი, რომელიც აკეთებდა ადამიანს ადამიანად აღარ იყო იქ. მან არ განაცხადა ემოცია, როცა ნახა დედა. მხოლოდ უყურებდა, როგორც ვინმე, ვინც ხედავდა უცხო ადამიანს, ვინც არ იცნობდა, ვინ იყო ეს ქალი, რომელიც იყო წინ მის წინაშე. როსარიო დაიჩოქა მის წინაშე და ცდილობდა, რომ არ ატირდებოდა, ცდილობდა, რომ იყოს ძლიერი, ცდილობდა, რომ არ განეცხადა იმედგაცრუებას, რომელიც გრძნობდა იმის ნახვით, თუ რა გახდა მისი ქალიშვილი. მან უთხრა, რომ ის დედა იყო, რომ ძმა აქ იყო, რომ ყველა ელოდებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ისინი წაიყვანდნენ მას სახლში, რომ ყველაფერი დაბრუნდებოდა ნორმაში. პალომა უბრალოდ უყურებდა, არაფერი არ იცვლებოდა მის გამოხატვაში. მერე ძალიან ნელა დატრიალდა თვალები ემილიოსკენ. ბიჭი იდგა 2 მეტრით უკან, სახე აშკარად შედრწუნებული, ხელები ჩამოკიდებული გვერდით, თითქოს არ იცოდა, რას უნდა გაიკეთებინა ხელებით. პალომამ გაიღიმა, მაგრამ ეს არ იყო ბუნებრივი ღიმილი. ეს იყო თითქოს მოძრაობა, რომელიც სხეულმა გაიხსენა, რომელიც იყო ავტომატური, მაგრამ რომლის მნიშვნელობა დაიკარგა, რომელიც არ აღწევდა თვალებამდე. როსარიომ შეეცადა გაეგო რაიმე. სად იყო, ვინ იყო მასთან, რატომ არ დაბრუნდა, რატომ არ დაურეკა, რატომ არ ეძებდა დახმარებას. მაგრამ პალომა არ საუბრობდა. მხოლოდ თავს აქნევდა ნელა, თითქოს არ გაიგო კითხვები, ან თითქოს არ იცოდა როგორ უპასუხოს, ან თითქოს პასუხები არ არსებობდა. მარიამ დარეკა პოლიციას. მალე ჩამოვიდა 2 ოფიცერი, 2 ახალგაზრდა კაცი უნიფორმებში, რომლებიც ჩამოვიდნენ პოლიციის მანქანით, რომელსაც ჰქონდა ლურჯი და წითელი შუქები. მათ აიღეს პალომა და წაიყვანეს ჰოსპიტალში პლაია დელ კარმენში. როსარიო და ემილიო მიხვდნენ მათ. გზაზე პალომა იჯდა ავტომობილის უკანა სავარძელზე, უყურებდა ფანჯარას, არ მიაქცევდა ყურადღებას მის გარშემო მიმდინარე საუბრებს, არ რეაგირებდა, როცა პოლიციელები ეკითხებოდნენ კითხვებს, თითქოს ის იყო სადღაც სხვაგან, სადაც ხმები ვერ აღწევდნენ. ჰოსპიტალში ექიმმა შეამოწმა პალომა. მან აღმოაჩინა, რომ გოგონა იყო დაახლოებით 17 კილოგრამით უფრო მსუბუქი, ვიდრე უნდა ყოფილიყო მისი სიმაღლისთვის, რომ მას ჰქონდა სერიოზული ანემია, რომ კანი ჰქონდა უკიდურესად ფერმკრთალი, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მზეზე, თითქოს ცხოვრობდა სადღაც, სადაც არ შედიოდა სინათლე. მას ასევე ჰქონდა ნიშნები გახანგრძლივებული არაადეკვატური კვების, მაგრამ არ იყო ნიშნები ფიზიკური ტრავმის, არ იყო სისხლჩაქცევები, არ იყო ძვლის მოტეხილობები, არ იყო არაფერი, რაც მიუთითებდა ფიზიკურ ზიანზე. პალომა არ საუბრობდა, მაგრამ არც წინააღმდეგობას უწევდა. მხოლოდ უყურებდა ექიმს მოძრაობებს, თითქოს ყოველივე ეს ხდებოდა ძალიან შორს, თითქოს ეს ყველაფერი არ ეხებოდა მას. პოლიციამ დაიწყო გამოკითხვა. იყო ბევრი კითხვა და ძალიან მცირე პასუხები. პალომა არ საუბრობდა. არავის. მან არც ნახა დედაზე, არც ძმაზე, არც პოლიციის ოფიცერებზე. ის იჯდა, თვალები დაფიქსირებული საავადმყოფოს თეთრ კედელზე და არაფერი არ იყო მის გამოხატულებაში, არაფერი, რაც მიუთითებდა, რომ იგი გრძნობდა რაიმეს. მომდევნო დღეების განმავლობაში პოლიციამ შეეცადა რეკონსტრუქცია, რა მოხდა. სად იყო პალომა 2 წლისა და 8 თვის განმავლობაში.
ვის შეხვდა, ვინ აიყვანა, რატომ არ გაქცევა, რატომ არ დაურეკა, რა იყო ის, რაც მოხდა, რამაც იგი ამოიყვანა იქიდან, სადაც იყო. მარიამ, ვინც იპოვა პალომა, უთხრა, რომ გოგონა იყო მარტო იმ პარკში, თითქოს დაეხეთა შემთხვევით, თითქოს უბრალოდ გადაწყვიტა იჯდა იქ. ახლომდებარე ზონა იყო მშვიდი საცხოვრებელი უბანი, სადაც ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ოჯახები, სადაც ბავშვები თამაშობდნენ ქუჩაში, სადაც ქალები კიდიოდნენ ტანსაცმელს შეხედული ეზოებში და სადაც არ იყო რაიმე უჩვეულო საკითხები. პოლიციამ ისაუბრა მეზობლებთან, მაგრამ არავის ახსოვდა გოგონას ნახვა იქ ადრე იმ დღის წინ. ერთმა ქალმა, რომელიც ცხოვრობდა ახლოს იმ პარკთან, თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ ნახა ვინმე, ვინც შეეშვა გოგონას აღწერას, გასეირნებული იმ ქუჩაში დილადილით, დაახლოებით 7 საათზე, როცა ის გამოდიოდა თავის სახლიდან, რომ წაეყვანა ძაღლი. მან არ მიაქცია დიდი ყურადღება, რადგან არ იცოდა გაქრომის შესახებ, არ ნახა ფოტოები, რომლებიც იყო გავრცელებული 2 წლის წინ. მან ფიქრობდა, რომ ეს იყო უბრალოდ ვიღაც, ვინც ცხოვრობდა ახლომდებარე ზონაში და ვინც იყო დილადილით გარეთ. პოლიციამ გააფართოვა ძებნა იმ ზონაში. გადაამოწმეს ყველა სახლის 3 კვარტალის რადიუსში. გაესაუბრნენ ყველას, ვინც თანხმობდა საუბრისას. 1 კვირის განმავლობაში გაჩნდნენ რამდენიმე ახალი მოწმე ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ ნახეს ვინმე, შესაძლოა პალომა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, გაცოცხლებული იმ ზონაში ფეხით, მარტო ყოველთვის მზის ჩასვლის დროს, ყოველთვის იმავე გზაზე, რომელიც მიდიოდა პარკისკენ. არავინ შეჩერებია ვინმე ისაუბროს მასთან. არავინ აყვანილა შეკითხვა. პლაია დელ კარმენი იყო ქალაქი, სადაც ბევრი რამ ხდებოდა, სადაც ბევრი უცხო ადამიანი იყო და სადაც ადამიანები სწავლობდნენ, არ ყურადღება მიექცია უცნაურობებზე. ერთმა კაცმა, რომელიც მუშაობდა პატარა მაღაზიაში იმ ზონაში, თქვა, რომ გოგონა რამდენჯერმე შემოვიდა იმ მაღაზიაში და იყიდა წყალი და პურის პაკეტი. ის საუბრობდა ძალიან ცოტა, ხმა იყო ძალიან შეკრული, თითქოს საუბარი იყო რთული. კაცს ჰქონდა გრძნობა, რომ რაღაც არ იყო კარგად, მაგრამ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, არ იცოდა ვის უნდა ეთქვა. გოგონა იხდიდა პატარა მონეტებით, მონეტები, რომლებიც იყო ძველი და დაჟანგებული, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა სადღაც. პლაია დელ კარმენი იყო ქალაქი სავსე უცნობი ადამიანებით, ტურისტებით, რომლებიც მოდიოდნენ და მიდიოდნენ, და რთული იყო იცოდო, ვინ იყო ადგილობრივი და ვინ იყო მხოლოდ სტუმარი, ვინ სჭირდებოდა დახმარება და ვინ უბრალოდ იყო უცნაური. პოლიციამ გაარკვია, რომ პალომა უნდა ყოფილიყო ახლოს იმ ზონაში დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა თვეებით, შესაძლოა მთელი 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ვერავინ იცოდა სად. გადაამოწმეს ყველა მიტოვებული შენობა, ყველა ცარიელი სახლი, ყველა ადგილი, სადაც ვინმე შეიძლებოდა დამალვა ან იყოს დამალული. არაფერი გამოჩნდა. პალომა უბრალოდ გამოჩნდა იქ, თითქოს ჰაერიდან ჩამოვიდა, დაუკავშირებელი ნებისმიერ ფიზიკურ ადგილას, თითქოს მთელი 2 წელი იყო არარსებულ სივრცეში. პალომა რჩებოდა ჰოსპიტალში 2 კვირის განმავლობაში. ექიმები ეცადნენ, რომ მას გაეზარდა წონა, აღედგინათ ძირითადი ჯანმრთელობა, შეეძინათ ნორმალური ფერიკანს. მან იწყო ჭამა უფრო რეგულარულად, მაგრამ ჭამდა ძალიან ნელა, ძალიან მცირე რაოდენობით, თითქოს მისი სხეული დაივიწყებდა როგორ პროცესს, თითქოს საკვები იყო რაღაც უცხო. ის კვლავ არ საუბრობდა. არც ერთი სიტყვა. მეცისტრები ეცადნენ ურთიერთობას, ეკითხებოდნენ მარტივ კითხვებს, ეცადნენ, რომ გაეღიარებინათ რეაქცია, მაგრამ პალომა რჩებოდა სრულდუმილში, თითქოს სიტყვები დაკარგა სადღაც იმ 2 წელში და 8 თვეში. როსარიო ეწვეოდა მას ყოველ დღე. მან მოჰყავდა ემილიო, რომელიც იჯდა კუთხეში და უყურებდა დას, მაგრამ არასოდეს მიუახლოვდა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ მიუახლოვდებოდა, რაღაც გატყდებოდა, რაღაც რაც აკავშირებდა მათ წარსულთან სრულად გაქრებოდა. როსარიო ცდილობდა საუბარი, ყვებოდა ყოველდღიურ რეალობაზე, საუბრობდა მეზობლებზე, რესტორანზე, მცირე პრობლემებზე, რომლებიც წარმოიშვა სახლში, საუბრობდა ლიმონის ხეზე, რომელმაც გამოიღო ბევრი ლიმონი ამ წელს. საუბრობდა ძაღლზე, რომელიც მოვიდა ეზოში და რომელსაც ემილიო აკვებდა. პალომა მოусმენდა, მაგრამ არ გასცემდა ნიშანს, რომ გაიგო რაიმე, არ გასცემდა ნიშანს, რომ აინტერესებდა რაიმე. 2 კვირის შემდეგ პალომა გაათავისუფლეს ჰოსპიტალიდან. პოლიციამ თქვა, რომ არ ჰქონდა იურიდიული საფუძველი, რომ მას ყოლოდა ჰოსპიტალში, რადგან გოგონა არ წარმოადგენდა საფრთხეს საკუთარი თავისთვის და რადგან ოჯახი იყო იქ მის წასაყვანად, რადგან როსარიო იყო მზად მიიღოს პასუხისმგებლობა. როსარიომ აიღო პალომა და დაუბრუნდა პუერტო მორელოს სახლში, სადაც პალომას ოთახი ელოდებოდა, ზუსტად ისე როგორც დატოვა 2 წელი და 8 თვის წინ, ყველა ნივთი თავის ადგილზე, თითქოს დრო გაჩერებულიყო იმ ოთახში. პალომამ შევიდა სახლში და გავიდა თავის ოთახში. დაჯდა საწოლზე და დარჩა იქ, უყურებდა კედელს, არ მოძრაობდა, არ ამბობდა არაფერს. როსარიო დატოვა მას იქ და უკან გავიდა სამზარეულოში.
ემილიო იდგა კარის ჩარჩოში უყურებდა დასს, მაგრამ არ შეუძლია თქვა არაფერი, არ იცოდა რა უნდა ეთქვა, არ იცოდა როგორ უნდა მოქცევა ამ ადამიანთან, რომელიც გამოიყურებოდა როგორც მისი და, მაგრამ რომელიც არ იყო მისი და არა ის და რომელიც მას ახსოვდა. მომდევნო დღეებში პალომა იწყებდა მცირე ბრუნვას. ის ადგებოდა საწოლიდან, გადიოდა სახლის გარშემო, ზოგჯერ იჯდა ეზოში და უყურებდა ხეებს, უყურებდა ცას, უყურებდა ხრუბლებს, რომლებიც გადიოდნენ. მან არ საუბრობდა, მაგრამ დაიწყო მცირე რეაგირება, როდესაც დედა ან ძმა ესაუბრა. ზოგჯერ თავს აქნევდა, ან დაიბრუნებდა თვალებს იქ, საიდანაც ხმა მოდიოდა, ან უყურებდა ადამიანს, რომელიც საუბრობდა, მაგრამ არასოდეს უპასუხებდა, არასოდეს აკეთებდა ხმას. თვის განმავლობაში პალომას უფრთხილდა ფსიქოლოგი, ქალი სახელად დოქტორ მარტინეს, რომელიც მუშაობდა სამედიცინო ცენტრში პლაია დელ კარმენში. ფსიქოლოგმა უთხრა როსარიოს, რომ პალომა გამოხატავდა ნიშნებს, რომლებიც შეესაბამებოდა დაგვიანებულ ტრავმაზე, რომ მისი დუმილი შეიძლებოდა იყოს პროტექციული მექანიზმი, გზა, რომელიც სხეულს და გონებას ჰქონდა, რომ დაეცვა რაღაცისგან, რაც ძალიან რთული იყო და სამუშაებლად, რაც იყო ძალიან მძიმე, რომ ეთქვა ხმამაღლა. მან თქვა, რომ უნდა დროის მიცემა, რომ არ იყო ძალის გამოყენება, რომ საჭირო იყო მოთმინება და გაგება, რომ შესაძლოა პალომა არასოდეს ისაუბრებდა, ან შესაძლოა საჭირო იყოს წლები, სანამ ის მზად იქნებოდა. მაგრამ პოლიციას ჰქონდა სხვა კითხვები. მათ გჭირდებოდათ იცოდნენ რა მოხდა. სად იყო პალომა? ვინ აიყვანა? რატომ არ გაქცევა? იყო თუ არა სხვა ადამიანები ჩართული? სად იყო იგი ბოლო თვეებში? იყო თუ არა რაღაც, რაც მოხდა, რამაც იგი აიძულა დუმილისკენ? იყო თუ არა რაღაც, რაც პოლიციამ უნდა იცოდეს, რაღაც, რაც შეიძლებოდა გამოევლინებინა სხვა ადამიანები რისკში? ისინი შეეცადნენ დაკითხვა, მაგრამ პალომა კვლავ არ საუბრობდა. მან არ უპასუხა ნებისმიერ კითხვას. ის უბრალოდ იჯდა, თვალები დაფიქსირებული იატაკზე და როსარიომ, რომელიც იყო იქ ყველა დაკითხვაზე, შეეგებებოდა ოფიცერებს, რომ გთხოვთ შეწყვიტოთ, გრძნობდა, რომ ყოველი შეკითხვა იწვევდა პალომას უფრო მეტად წამოვიდეს, უფრო მეტად დაიხურა საკუთარ თავში. 2 თვის შემდეგ პოლიციამ დახურა აქტიური გამოძიება. უფროსმა ოფიცერმა, კაცმა სახელად კაპიტანი რამირეს, უთხრა როსარიოს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება, რომ გააგრძელონ, რომ პალომა არ თანამშრომლობდა და გარეშე მისი ჩვენებისა შეუძლებელი იყო გააგრძელონ, რომ საქმე რჩებოდა ღია, მაგრამ რომ ახალი ინფორმაციის გარეშე არაფერი მეტი შეეძლოთ, რომ მათი რესურსები იყო შეზღუდული და რომ სხვა საქმეები ასევე სჭირდებოდათ ყურადღება. როსარიომ გაიგო ეს როგორც კიდევ ერთი ცარიელი პასუხი. კიდევ ერთი კარი, რომელიც იხურებოდა მის წინაშე. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სისტემა, რომელმაც უნდა დაეხმარა, არ ჰქონდა საშუალება ან ნება, რომ გაეგრძელებინა. მან უბრალოდ დაუბრუნდა სახლს და გააგრძელა ცხოვრება, ისეთი, როგორც შეეძლო ცხოვრება, რომელშიც ყოველი დღე იყო როგორც წინა დღე, ცხოვრება, რომელშიც პალომა იყო იქ, მაგრამ არ იყო იქ. პალომა რჩებოდა სახლში. ის ძალიან იშვიათად გადიოდა. როდესაც გადიოდა, ის ყოველთვის რჩებოდა ეზოში, სადაც უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, ჭრდილში ხის უყურებდა ცას, უყურებდა ფრინველებს, რომლებიც მოფრინავდნენ და რომლებიც იყო თავისუფალი იმ გზით, რომელსაც პალომა აღარ იგრძნობდა. ის იწყებდა ჭამას უფრო რეგულარულად და წონა დაბრუნდა ნელა, ძალიან ნელა. მისი კანი თანდათან დაკარგა ექსტრემალურ სიფერმკრთალეს, მაგრამ ის არასოდეს დაბრუნებულა რა ჰქონდა ადრე. ის ჯანმრთელი ოქროსფერი ფერი, რომელიც ჰქონდა ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა ზღვის სანაპიროზე და რომელიც მუშაობდა დღეში 10 საათი. ემილიო ახლა 11 წლისა იბრძოდა მის გაგებას, რა მოხდა მის დასთან, იბრძოდა იმის გაგებას, თუ როგორ უნდა ქცეულიყო ამ ადამიანთან, რომელიც გამოიყურებოდა როგორც მისი და მაგრამ რომელიც იყო როგორც უცხო ადამიანი. ერთხელ მან შეეცადა ისაუბროს მასთან, კითხა სად იყო, რატომ დაბრუნდა, რა მოხდა, მაგრამ პალომა მხოლოდ შეხედა და არაფერი თქვა და ემილიომ ნახა რაღაც მის თვალებში, რაღაც რაც ეუბნებოდა, რომ არ იყო პასუხები, რომ არ იყო სიტყვები, რომლებიც შეეძლოთ აუხსნათ. ემილიომ არასოდეს გაიმეორა კითხვა. მან გაიგო, რომ ზოგიერთი პასუხი არასოდეს ჩამოდიოდა, რომ ზოგიერთი რეალობა რჩებოდა დამალული სამუდამოდ. სოფელში ადამიანები საუბრობდნენ. ბევრი თეორია იყო. ზოგიერთი ამბობდა, რომ პალომა გატაცეს და ჰყავდა სადღაც დამალული, შესაძლოა რომელიღაც სახლში, იმ ზონაში პლაია დელ კარმენში, შესაძლოა ვინმეს მიერ, ვინც არ იცნობდა არავინ. სხვები ამბობდნენ, რომ შესაძლოა ის გაიქცა საკუთარი ნებით და დარჩა დამალული, შესაძლოა იმიტომ, რომ ეშინოდა რაღაცის, შესაძლოა იმიტომ, რომ არ იცოდა როგორ დაბრუნებულიყო და რომ რაღაც მას აიძულა დაბრუნდეს ახლა. სხვები აღნიშნავდნენ, რომ შესაძლოა რაღაც ფსიქოლოგიური მოხდა, რომ შესაძლოა ის დაკარგა მეხსიერება და ბრუნდებოდა ნელა, რომ შესაძლოა ის არ იცოდა ვინ იყო ან სად იყო ამ 2 წლის განმავლობაში.
იყო ასევე უფრო მუქი თეორიები, რომლებზეც ადამიანები საუბრობდნენ მხოლოდ ჩუმად, თეორიები, რომლებიც მოიცავდა ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება აიღეს პალომა და რომლებმაც შეიძლება მას აიძულეს რაღაც გაეკეთებინა. მაგრამ არავინ არ იცოდა რეალურად. არავინ. და ეს არცოდნა იყო როგორც ღრუბელი, რომელიც ფარავდა მთელ სოფელს. როსარიო არასოდეს შეწყვეტდა ცდას. ის ყოველ ღამეს სანამ იძინებდა, ფიქრობდა იმაზე, რა შეიძლება მოხდას, სად შეიძლება ყოფილიყო ქალიშვილი, რატომ არ საუბრობდა, რას ეშინოდა. მან ფიქრობდა იმ 1 კილომეტრზე, სადაც პალომა გაქრა, იმ 2 წელზე და 8 თვეზე, რომელიც გაიარა უკვალოდ იმ ფერმკრთალ ქალზე, რომელიც დაბრუნდა და რომელიც ჯერ არ იყო მთლიანი, რომელიც არასოდეს იქნებოდა მთლიანი. როსარიო ფიქრობდა, რომ შესაძლოა პალომა იყო სადღაც ძალიან ახლოს, შესაძლოა იმავე ქალაქში, იმავე ქუჩებში, სადაც ისინი დადიოდნენ მის ძებნისას, მაგრამ რომ რაღაცმა არ დაუშვა, რომ მას ენახათ, რომ რაღაცმა მას აიძულა რჩენოდა უხილავი. 6 თვის შემდეგ ერთი წვიმის საღამოს, პალომა იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან როსარიოსთან. ემილიო იყო თავის ოთახში, აკეთებდა საშინაო დავალებებს ისტორიაში. სახლი იყო მშვიდი, მხოლოდ წვიმის ხმა ჭერზე ავსებდა სივრცეს, მონოტონური რიტმი, რომელიც იყო დამამშვიდებელი. როსარიო ამზადებდა ყავას და ჩუმად ხმღეროდა, უფიქროდ ძველი სიმღერა, რომელიც მას ახსოვდა ბავშვობიდან, სიმღერა, რომელსაც მისი დედა, პალომას ბებია, ყოველთვის ხმღეროდა, როდესაც ამზადებდა ვახშამს. მერე თითქოს რაღაც გატეხილიყო შიგნით, თითქოს რაღაც ბარიერი, რომელიც იყო აშენებული, გაქარწყლდა. პალომა მისაუბრა. დედა. როსარიო გაკინულიყო. ხმა იყო შეკრული, ხრაშუნი, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოყენებული, მაგრამ ეს იყო ხმა პალომასი. ეს იყო ხმა, რომელიც როსარიომ ფიქრობდა, რომ შესაძლოა არასოდეს ისევ ესმოდა. როსარიო მოტრიალდა ნელა და შეხედა ქალიშვილს. პალომა კვლავ უყურებდა მაგიდას, მაგრამ ახლა მის თვალებში იყო რაღაც პატარა, მაგრამ რეალური, რაღაც, რაც მიუთითებდა, რომ ის იყო აქ, ამ მომენტში, ამ რეალობაში. დედა, მე არ ვიცი როგორ თქვა. როსარიო მიუახლოვდა და დაჯდა მის გვერდით. მან არ შეეხო ქალიშვილს, არ გამოაჩინა ახლობლობა, რადგან შიშობდა, რომ შეეშინებინა, რომ რაღაც დაარღვია, რაც ახლა იწყებოდა. მხოლოდ იჯდა, ელოდებოდა, უჭირდა სუნთქვა. არაფერი უნდა თქვა, თუ არ გინდა. პალომამ თავი დაქნია ნელა და რამდენიმე ცრემლი ჩამოვიდა მის თვალებიდან, პირველი ცრემლები, რომლებიც როსარიომ ნახა მას შემდეგ, რაც პალომა დაბრუნდა. არ ვიცი სად ვიყავი. არ ვიცი რატომ არ გავიქეცი. ყველაფერი ბუნდოვანია. როგორც ძილი, რომელსაც ვერ ახსოვს. როგორც რაღაც, რაც მოხდა სხვა ადამიანთან, არა ჩემთან. როსარიო გრძნობდა, რომ გული იჭყლიტებოდა, მაგრამ თავი მშვიდად შეინახა. მან თავის თავს მოჰფიცა, რომ იქნებოდა ძლიერი ქალიშვილისთვის, რომ არ ატირდებოდა, რომ არ ითხოვდა პასუხებს, რომ არ დააჩქარებდა. კარგი. თავარია, რომ ახლა აქ ხარ. ეს არის ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია. პალომამ შეხედა დედას პირველად მრავალი თვის განმავლობაში, პირველად შეხედა პირდაპირ, თვალში. თვალებში იყო ცრემლები, მაგრამ ის არ ტიროდა ხმამაღლა. მხოლოდ უყურებდა, თითქოს ცდილობდა გაიგო რაღაც, რაც არ ექცეოდა სიტყვებს, რაღაც, რაც იყო ძალიან ღრმა. მე ვიგრძენ, რომ ვარ სადღაც, სადაც დრო არ მიდის. სადაც არაფერი არ იცვლება. სადაც მე არ ვარ მე. და მე არ ვიცოდი, როგორ გამოვსულიყავი. არ ვიცოდი, თუნდაც რომ უნდა გამომესულა. და რა მოხდა? რატომ გამოხვედი ახლა? პალომა შეინახა დუმილი რამდენიმე წამის განმავლობაში, თითქოს ეძებდა სიტყვებს, თითქოს ცდილობდა, რომ ახსნა რაღაც, რაც არ ჰქონდა ახსნა. არ ვიცი. ერთი დღე უბრალოდ გამოვიღვიძე ვიდექი გზაზე და დავიწყე სიარული. და თითქოს რაღაც მეკარგებოდა, სად უნდა წავსულიყავი. და მივედი აქ. მივედი იმ პარკში. და ველოდებოდი. რას ელოდებოდი? არ ვიცი. შესაძლოა ველოდებოდი თქვენ. შესაძლოა ველოდებოდი, რომ ვიპოვო. როსარიომ არ დაავიწყა. მან მხოლოდ გაიღიმა რბილად და გაუშვა ხელი კამათისკენ, ფრთხილად, მოითხოვა უფლება შესვლისთვის. პალომამ აიღო ხელი დედასი და კიდეც შეკავებით, თითქოს ჯერ კიდევ სწავლობდა რა იყო კონტაქტი, თითქოს ჯერ კიდევ უცხო იყო შეხება. ვცადო გავიხსენო მეტი, თქვა პალომამ რბილად. მაგრამ არაფერი არ მოდის. როდესაც ვცდილობ გავიხსენო, ყველაფერი ხდება უფრო ბუნდოვანი. თითქოს უფრო ვცდილობ, მით უფრო იკარგება. არ სჭირდება დაჩქარება. დრო გვაქვს. ყველა დრო, რაც კი სჭირდება.
მაგრამ როსარიომ იცოდა, რომ არ იყო მთლიანად სიმართლე. დრო გადიოდა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ბუნდოვანი ხდებოდა ყველაფერი. პოლიციას აღარ აინტერესებდა. პალომა იყო უკან ცოცხალი და ეს იყო საკმარისი მათთვის. მაგრამ როსარიოსთვის და შესაძლოა პალომასთვისაც ეს არ იყო საკმარისი. რაიმე ნაწილი მნიშვნელოვანი დარჩა იმ 2 წელში და 8 თვეში, რომლებიც არავინ არასოდეს ცოდნობდა. რამდენიმე კვირის შემდეგ პალომამ დაიწყო კიდევ საუბარი უფრო მეტი. მან საუბრობდა პატარა რეალობაზე, როგორ გრძნობდა საკუთარ თავს უცხოდ საკუთარ სხეულში, როგორ ყველაფერი გრძნობოდა ახალი და ძველი ერთდროულად. მან საუბრობდა რესტორანში სამუშაო პოვნის სურვილზე, თუმცა იცოდა, რომ ჯერ არ იყო მზად, რომ ჯერ კიდევ ეშინოდა ადამიანების, ეშინოდა სამყაროს, რომელიც იყო გარეთ იმ პატარა ეზოს. მან არასოდეს უთხრა დეტალები, არასოდეს გახსნა რა ნამდვილად მოხდა. როდესაც ვინმე ეკითხებოდა, ის უბრალოდ იტყუებდა თავს და ამბობდა, რომ არ ახსოვდა, რომ ყველაფერი იყო ბუნდოვანი, რომ არ იყო სიტყვები, რომლებიც შეეძლოთ ახსნა. ემილიო, რომელიც ახლა 12 წლის იყო, ნელა იწყებდა კვლავ დასთან ურთიერთობას. ისინი არ საუბრობდნენ ბევრს, მაგრამ ზოგჯერ იჯდნენ ერთად ეზოში, უყურებდნენ ცას, უყურებდნენ ხეებს და ეს იყო საკმარისი. ზოგჯერ ემილიო უყვებოდა სკოლის შესახებ, თავისი მეგობრების შესახებ, რაღაც სასაცილოს, რაც მოხდა გაკვეთილზე და პალომა უსმენდა და ზოგჯერ ღიმილიც კი გამოუდიოდა, პატარა ღიმილი, რომელიც იყო რეალური. ქალაქში ადამიანები თანდათან შეწყვეტდნენ კითხვას. პალომას დაბრუნება გახდა ერთ-ერთი ის რეალობა, რომელსაც ყველა მიიღებდა, მაგრამ არავის ვერ გაერკვა. და დრო გადიოდა და ცხოვრება აგრძელებდა თავის ნორმალურ რიტმს, თითქოს ის 2 წელი და 8 თვე არასოდეს არსებობდა, თითქოს ყველაფერი რაც მოხდა იყო მხოლოდ ძილი, უცნაური და შემაშფოთებელი, მაგრამ მხოლოდ ძილი. მაგრამ როსარიოსთვის ყოველ ღამეს, როცა იძინებდა, ის კვლავ ფიქრობდა. იმ 1 კილომეტრზე, სადაც პალომა გაქრა იმ ივნისის საღამოს 2023 წელს. იმ 2 წელზე და 8 თვეზე, რომლებიც გაიარა და რომლებიც არასოდეს აიხსნება. იმ ფერმკრთალ ქალზე, რომელიც დაბრუნდა, მაგრამ რომელიც კვლავ რაღაც გზით გაქრებული იყო, რომელიც იყო აქ, მაგრამ არ იყო აქ სრულად. როსარიო ფიქრობდა ყველა იმ დღეზე, როდესაც ეძებდა, ყველა იმ ღამეზე, როდესაც ელოდა, ყველა იმ იმედზე, რომელიც ნელა კვდებოდა და რომელიც შემდეგ უცბად აღორძინდა იმ დარეკვით თებერვლის დილას 2026 წელს. მან არასოდეს გაიგო რა ნამდვილად მოხდა. არავის გაიგო. და ეს არცოდნა რჩებოდა როგორც თბილი წონა, რომელსაც ოჯახი ატარებდა ყოველდღე დუმილში, როდესაც ისინი იჯდნენ მაგიდასთან და ცდილობდნენ შეეგრძნებინათ რაიმე, რაც წავიდა და რაც არასოდეს დაბრუნდება სრულად, რაღაც რაც დაიკარგა იმ 2 წელში და 8 თვეში და რაც დარჩა დამალული სამუდამოდ. და პალომა, რომელიც ახლა იჯდა ეზოში, თითქმის ყოველდღე უყურებდა ხეებს და ცას და ფრინველებს, რომლებიც მიფრინავდნენ, გრძნობდა, რომ ზოგჯერ რაღაც შიგნით ძახის, რაღაც რასაც ვერ სახელდებდა, რაღაც რასაც ვერ აღწერდა, მაგრამ რაც იქ იყო. დამალული სიღრმეში ბოლო 2 წლის და 8 თვის ელოდა დროს, როცა შესაძლოა ყველაფერი დაიწყებდა აზრის შექმნას, ან შესაძლოა არასოდეს დაიწყებდა. მაგრამ ის დრო არასოდეს მოვიდა. და პალომა რჩებოდა ცოცხალი, დაბრუნებული, მაგრამ არასოდეს სრულად იქ, ნაწილი მისი ჯერ კიდევ დამალული იმ 2 წელში და 8 თვეში, რომლებიც არავის ეცოდება, რომლებიც იქნება სამუდამოდ საიდუმლო, სამუდამოდ დამალული იმ სივრცეში, სადაც დრო არ მიდის და სადაც პასუხები არ არსებობს.